თამარის დასახლებაში ჭადრაკის სახლის მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლები საკანალიზაციო სისტემის მოუწესრიგებლობას უჩივიან. მოქალაქეები უსიამოვნო სუნითა და ანტისანიტარით გამოწვეულ დისკომფორტზე საუბრობენ. მათი თქმით, სიტუაცია ტემპერატურის მატებასთან ერთად უარესდება. მოქალაქეების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის მერიას წერილობით რამდენჯერმე მიმართეს ხელისუფლების წარმომადგენლები, აღნიშნული საკითხით აქამდე არ დაინტერესებულან. მოუწესრიგებელი საკანალიზაციო სისტემის თაობაზე ქალაქის მერიამ ბათუმის წყალთან გადაგვამის სამართა უწყებაში ამბობენ, რომ საკითხის მოგვარებას დრო სჭირდება. მათი ინფორმაციით აღნიშნული უბნის მოწესრიგება საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტის მესამე ეტაპზეა გათვალისწინებული, რაც 2014 წლიდან იგეგმება. შეგახსენთ, რომ აღნიშნული პროექტისთვის ხელისუფლების მიერ 45,000 ლარია გამოყოფილი. აქ კანალიზაცია გამოდის და პირდაპირ ზღვაში ჩაედინება. წარმოუდგენელია აქ გავლა ან წყალში ბანაობა. რამდენჯერმე მიმართეთ ხელისუფლებას, მაგრამ არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ. უნდა ჩატარდეს საერთაშორისო ტენდერი, რომლის მიხედვითაც უკვე აღიარებული იქნება გამარჯვებული, ვინც გაემარჯვებს. შესაბამისად, ამ კომპანიას შემდეგ დაჭირდება რაღაც გარკვეული პერიოდი მომზადებისათვის. ეს ფაქტიურად გათვლილი არის, რომ სამუშაოები ბენზინის დასახლებაში კანალიზაციასთან დაკავშირებით დაიწყება და წყალთან დაკავშირებით დაიწყება 2014 წლის დასაწყისიდან. ფაქტიურად ამ წლისათვის ეს სამუშაოების დაწყება ვერ ესწრება.